ჩანაწერი გაკეთდება და გაზიარდება ის ყველა ნებისმიერი მსურველისათვის, ნებისმიერი რაოდენობით და ნებისმიერ სიტუაციაში შეეძლებათ მსურველებს ამ ინფორმაციის მოსმენა. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ გამოცდილების გაზიარებისათვის და მე როგორც მენტორი მასწავლებელი ამ შემთხვევაში და საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონეც გესაუბრებით ეგრეთ წოდებულ დიაგნოსტირებაზე. წესით უკვე ეკრანი გამოჩენილი უნდა იყოს და გეტყვით იმას, რომ ძალიან ხშირად ისმის ასეთი შეკითხვა, არის თუ არა საჭირო შემაჯამებლების ანალიზი ან კომპლექსური დავალებების ანალიზი და ასე შემდგომ. ერთხმად შემიძლია გითხრათ დასუსტებით, საქართველოში არსებული არც ერთი განათლების პოლიტიკის დოკუმენტი არ ითხოვს შემაჯამებლის თუ სხვა ტიპის დავალებების ნებისმიერი აქტივობის ანალიზს. მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ისეთი ტიპის დოკუმენტზე, როგორც გახლავთ შემაჯამებელი სამუშაო, ამ შემთხვევაში რატომ არ არის გამართლებული შემაჯამებლების ანალიზის გაკეთება და ანალიზება, მოდი ესე ვთქვათ, უფრო ქართულია, იმიტომ რომ შემაჯამებელ სამუშაოში მასწავლებელი აუცილებლად წერს ნიშანს. ეს ნიშანი აღნიშნავს შეფასებას. განათლების მიზნების ტაქსონომია, რომელიც ეკუთვნის ბენჯამინ ბლუმს, გამოჩენილ ამერიკელ ფსიქოლოგსა და პედაგოგს. მან წარმოგვიდგინა ეგრეთ წოდებული განათლების მიზნების ტაქსონომია, ანუ ბლუმის ტაქსონომია, სადაც არსებობს 6 მიზანი, 6 უნარი და ყველაზე მაღალ ადგილას მწვერვალზე მოქცეული გახლავთ ეგრეთ წოდებული შეფასება. ხოლო რაც შეეხება ანალიზს, ანალიზი არის ორი საფეხურით უფრო დაბლა და წარმოიდგინეთ თქვენ ესეთი რამ, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ განათლების მიზნების ტაქსონომიის მიხედვით ყველაზე კარგ კომენტარს შეფასების თვალსაზრისით, ეს კომენტარი მართალია ნიშნით არის გამოხატული, მაგრამ მაინც კომენტირებაა და აღნიშნავს იმას თუ რა მიღწევა აქვს კონკრეტულ მოსწავლეს კონკრეტული ნაშრომის მიხედვით, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ანალიზის გაკეთება უკვე ზედმეტად კი არ მიგვაჩნია, ფაქტობრივად ზედმეტია. ამის გარდა, მოდი დავაკვირდეთ ერთ რამეს, როდესაც ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით ცოდნას გაგებას, გამოყენებას, ანალიზს, სინთეზსა და შეფასების იერარქიას შევხედავთ, ამ შემთხვევაში ანალიზი თავისთავად ცხადია კეთდება იმ პერიოდში, როდესაც მასწავლებელი ნიშნის წერას აპირებს. თავისთავად ცხადია, ნებისმიერ სიტუაციაში დავალებას აქვს თავისი კრიტერიუმები, რის მიხედვით უნდა დაეწეროს ბავშვს ნიშანი, ხო? არის თქვათ იგივე სტრუქტურა ნაშრომის, იგივე თქვათ შინაარსობრივი მხარე, საკითხის ნათლად წარმოჩენა, თემის წარმოჩენა და ასე შემდგომ. და ამ შემთხვევაში ეს არის თვითონ ანალიტიკური შეფასების რუბრიკის საფუძველზე გაკეთებული შეფასება. დღეს ჩვენ თუ სადმე გვაქვს უკვე ავტორიზებული სკოლები, ყველა სკოლამ ალბათ იცის, როგორ კეთდება შეფასების, განსაზღვრელი შეფასების რუბრიკა. განსაზღვრელი შეფასების რუბრიკის შექმნა არ არის ძალიან მარტივი, მაგრამ არ შეუძლებელია. შედარებით დიდ სირთულეს ვაწყდებით ქართული ენისა და ლიტერატურის მასალების დავალებების ან აქტივობების შეფასების დროს, რადგანაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში სავალდებულო თემები არ გვაქვს და არის სარეკომენდაციო თემები. ამიტომაც ქართულის მასწავლებლებს მუშაობა უწევთ შეფასების კრიტერიუმების შეფასებისათვის ცნებებზე დაყრდნობით, ხოლო დანარჩენ საგნებს, სადაც სავალდებულო თემებია, მაგალითად ისტორიაში, ხელოვნებაში, მუსიკაში, მათემატიკაში და ასე შემდეგ, იქ უკვე თემატურად არის ჩვეულებრივად მიღწევების ინდიკატორების საგნობრივ სტანდარტში, საგნობრივი სტანდარტიდან გადმოგვაქვს ეს ინდიკატორები და უბრალოდ მათ ვანიჭებთ ქულობრივ წონას, ზოგს ნახევარს, ზოგს ერთნახევარს, ზოგს სამს და ასე შემდეგ. ეს გააჩნია, როგორ აღიქმება კონკრეტული კრიტერიუმი, რამდენად მძიმეა მისი ედუ წონა, საგანმანათლებლო წონა ბავშვის ნაშრომში და იმის მიხედვით ან ცოტა, ან მეტი ქულობრივი მასა თუ წონა ენიჭება კონკრეტულ კრიტერიუმს. ეს არ არის რთული მართლა, თუკი ჩვენ საგნობრივ სტანდარტებს გადავშლით და ვნახავთ იქ. ქართულში ცოტა შედარებით სირთულეა, კიდევ ერთხელ დავწენ იმის გამო, რომ თემები ჩვენ სავალდებულო არ გვაქვს და გვაქვს საორიენტაციო თემები ეროვნულ სასწავლო გეგმასა და საგნობრივ სტანდარტში.
ამავდროულად გეტყვით იმასაც, რომ გამზადებულია უკვე ახალი სტანდარტები ყველა საგნის მიხედვით, უბრალოდ გადის საერთაშორისო ექსპერტიზას ეს დოკუმენტაცია, ქართველმა ექსპერტებმა რაც შევიმუშავეთ, მაგალითად ქართულის ექსპერტებს შორის ერთ-ერთი მე გავხდით, ვინც ქართული სტანდარტის პროექტზე უწევდა მუშაობა და საბოლოო ჯამში უცხოელი და ქართველი კიდევ სხვა ექსპერტები გადახედავენ, რომ შედარებით უკეთესი დოკუმენტი წარმოადგინოთ ეგრეთ წოდებული საგნობრივი სტანდარტებისა. და როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე, რომ შემაჯამებლების ანალიზი არ არის საჭირო, რა თქმა უნდა, აკრძალული არ არის. არსად არ წერია, რომ დაუშვებელია შემაჯამებლის ანალიზი, მაგრამ ამავდროულად არც წერია არსად, რომ ეს აუცილებელია, რომ შემაჯამებლები გაანალიზდეს. თუმცა ჩვენ ეროვნულ სასწავლო გეგმაში წავაწყდებით სიტყვა ანალიზს. და რატომ? იმიტომ, რომ ანალიზისთვის საჭიროა ანალიტიკური რუბრიკების შექმნა და არა ჰოლისტურის. ადრე იყო ერთი პერიოდი, როდესაც ახლაც გადავსებულია ინტერნეტი, თქვათ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა, არგუმენტების რუბრიკა და ასე შემდეგ, სადაც საკითხი და თემა არ არის აი პირდაპირ დაკონკრეტებული. ეს ქართულზეა ლაპარაკი, თორე სხვაზე მით უმეტეს სხვა საგნებში ხო არ აგვაქვს და არ გვაქვს. და აქედან გამომდინარე, იმ ტიპის შეფასების რუბრიკები, რაც ჰოლისტური გახლავთ, ეს არ არის, რა თქმა უნდა, საგნობრივი კომპეტენციების გაზომვისათვის რელევანტური და თავისთავად ცხადია, ჩვენ მიერ დაწერილ ნიშანს ჭეშმარიტების, ანუ ვერიფიცირების სურნელი არ ასდის. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ თუ ვინმე ოდესმე გეტყვით იმათ, რომ შემაჯამებლების ანალიზი წარმოადგინეთ გინდათ თუ არა, თქვენ შეგიძლიათ დაეკითხოთ, რომელი განათლების პოლიტიკის დოკუმენტით ითხოვეთ ამ ყველაფერს. უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს ასეთი დოკუმენტი და ამიტომაც შემაჯამებლების ანალიზი, რომელიც copy-paste გახლავთ თავიდან ბოლომდე ხშირად სამგვარი ნაშრომებისათვის, წყალწაღებული ნაშრომებისათვის, არაუშავს რა ნაშრომებისათვის და კარგი ნაშრომებისათვის. ეს რა თქმა უნდა, ეს copy-paste-ები თავისთავად ცხადია, არაფერს არ გვაძლევს, ეს არის მასწავლებლისათვის დროის გაცდენა და მოსწავლესაც არაფერში არ წაადგება. რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ დიაგნოსტირებას, დიაგნოსტირება გვჭირდება თუ არა რამეში. დიახ, დიაგნოსტირება გვჭირდება, მით უმეტეს ჩვენ, როდესაც დავიწყეთ ავტორიზაციის ახალი ეტაპი, ეს გახლავთ 4 სტანდარტიანი ავტორიზაცია, აი აქ უკვე ჩვეულებრივ ზოგადი განათლების დეპარტამენტმა შემოგთავაზა 4 ინსტრუმენტი დიაგნოსტირებისათვის. ნახეთ, პირდაპირ არის ორგანიზაციულად ერთ-ერთი ყველაზე პასუხისმგებლიანი დეპარტამენტი განათლების სისტემაში ზოგად განათლებასთან მიმართებით. ანუ ზოგადი განათლების დეპარტამენტმა სკოლებს შესთავაზა სადიაგნოსტიკო 4 ინსტრუმენტი და ამ 4 ინსტრუმენტიდან ერთ-ერთი უნდა აირჩიოს სკოლამ იმისათვის, რომ დიაგნოსტირება აწარმოოს მოსწავლეთა ნაშრომების მიხედვით. რისთვის გვჭირდება კონკრეტულად ახლა ჩვენ ეს დიაგნოსტირებანი და გეტყვით იმისთვის, რომ დიაგნოსტირება არა მარტო გვიჩვენებს კონკრეტულად კლასის მიღწევა როგორია, ამის გარდა ვხედავთ, რამდენად კარგია ჩვენ მიერ შექმნილი სასკოლო სასწავლო გეგმის ის ნაწილი, რასაც ქვია საგნობრივი კურიკულუმები და რა არის მასში გამოსასწორებელი. სამწუხაროდ არ არსებობს ისეთი უნიკალური დაგეგმვა განათლების სისტემაში, რომელიც ერთ-ერთში განხორციელდება. ამისი პრაქტიკა მსოფლიო პედაგოგიკას არ აქვს, რომ დავგეგმე და ზუსტად ისე მოხდა. ასეთი რამე არ ხდება არასოდეს, იმიტომ რომ მხოლოდ მასწავლებელზე დამოკიდებული არ არის სასწავლო პროცესი. იქ ჩვენ კლასში, როდესაც შევდივართ, გვყავს მეორე მხარე მოსწავლეებისა, რომლებიც არ არიან ერთნი და ორნი, არიან მრავლად და არავინ იცის ამ სიმრავლეში როგორ მოხდება საკითხის და თემის ათვისება, დაჩქარდება, შენელდება სწავლის ტემპი, თემას ადვილად სწავლობენ, თუ რთულად სწავლობენ და ასე შემდგომ. აი ძალიან მარტივად შემიძლია ახსნათ თუნდაც ის, რომ მაგალითად, როდესაც გეოგრაფიის მასწავლებელი სიტყვაზე ვამბობ, თქვათ, ასწავლის ბავშვებს კონკრეტულად თემა კახეთს, ამ შემთხვევაში ფოთში მცხოვრები ბავშვისა და თელავში მცხოვრები ბავშვის აღქმის ხარისხი ძალიან განსხვავებული იქნება. მე ვამბობ ტოტალურად და საყოველთაოდ. რა თქმა უნდა, როდესაც თემა კახეთი ისწავლება გეოგრაფიის გაკვეთილზე, ეს კახელი ბავშვებისათვის უფრო ადვილად აღსაქმელია, იმიტომ რომ კახეთს შეეხო, მაგრამ
დანარჩენი კუთხეები, როგორც არის თქვა, სამეგრელო, ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, შეიძლება იცნობდეს, რამდენადმე ნამყოფიც იყოს ბავშვი კახეთში და ასე შემდეგ, მაგრამ მას უბრალოდ ამდენი ინფორმაცია, რამდენიც თელავში ცხოვრობს ბავშვს ექნება, კახეთთან დაკავშირებით უბრალოდ ვერ ექნება, ეს ხო გამორიცხული. ასევე ნებისმიერ სხვა სიტუაციაშიც, ანუ იმ გარემოს, რომელშიც ბავშვი ცხოვრობს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწავლა-სწავლების პროცესში. რატომ არის მაგალითად, რომ აი საბუნებისმეტყველო მიმართულებებით ჩვენ ვხედავთ, რომ რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებს გაცილებით უფრო უკეთესი შედეგები აქვს, ვიდრე ურბანულ რეგიონებში. იმიტომ რომ ბავშვებს ბუნებასთან აქვთ უშუალოდ შეხება, მათი ცხოვრება ყოველდღურად გადაჭაჭულია სოფლის მეურნეობასთან, ველურ ბუნებასთან და ასე შემდეგ და ეს უკვე მათ წინარე გამოცდილებას ან წინარე ცოდნას აუცილებლად უაქტიურებს ძალიან კარგად და საფუძვლიანად. მოკლედ, გადავიდეთ ახლა ისევ დიაგნოსტირებაზე, რატომ არის საჭირო დიაგნოსტირება გარდა იმისა, რომ ეს შემუშავებული 4-ვე ინსტრუმენტი გახლავთ ზოგადი განათლების დეპარტამენტის და როდესაც ჩვენ პირველ ეტაპზე იმ სკოლებს, რომლებმაც გაბედეს და ავტორიზაციის პროცესში ჩართვა მოითხოვეს, ჩვენ მხარს ვუჭერდით ექსპერტები ასეთ ჯგუფებს ვუკითხავდით სხვადასხვა ტიპის მასალებს და ვუხსნიდით დეტალიზებულად თუ რას წარმოადგენს თუნდაც ავტორიზაციის ის რთული და საპასუხისმგებლო პროცესი, რომლებიც 2030 წლის ჩათვლით ყველა სკოლამ უნდა გაიაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლას უბრალოდ სწავლების უფლება არ იქნება. და ეს ყველაფერი დიაგნოსტირება, რასაც შეეხება, არის რა თქმა უნდა კარგი საშუალება გარდა იმისა, რომ კლასის მიღწევები, აკადემიური მიღწევები შეიძლება დავინახოთ, ანუ ბავშვმა კონკრეტულად ცნებები, ანუ გრძელვადიანი მიზნები, საფეხურის შედეგები, როგორ დაცლია. მაგრამ ამის გარდა ვხედავთ მეორე რამესაც, დიაგნოსტირება წარმოაჩენს კონკრეტულად იმ საჭიროებებს, რაც გვეხმარება ჩვენ კურიკულუმების განვითარებაში. ანუ კურიკულუმი არის განვითარებადი დოკუმენტი, ანუ სასწავლო პროცესის სცენარი, რომელსაც სწავლის დაწყებამდე მინიმუმ 1 კვირით ადრე ამტკიცებს პედაგოგიური საბჭო და ყოველწლიურად, როდესაც მასწავლებელი დიაგნოსტირებას აკეთებს თავის საგანში, 2-ჯერ ან 3-ჯერ. ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ მასწავლებელი ხედავს, რა არის ეფექტიანი მის მიერ გაწერილი სასწავლო გეგმაში და რა არის დაბალ ეფექტიანი. რა თქმა უნდა, დაბალ ეფექტიანს ისევ ეფექტიანებით ჩავანაცვლებთ ხოლმე, როდესაც წავაწყდებით კონკრეტულად სწავლებაში პრობლემას, ანუ არ ვტოვებთ ბავშვებს, რა თქმა უნდა, პრობლემაში და პრობლემასთან პირისპირ, მაგრამ მომდევნო წელს უკვე აღარ ველოდებით კონკრეტული აქტივობის შეფერხების გამო, თქვათ რა უკავშირი უნდა მიცეთ ბავშვს და რა განმავითარებელი შეფასება. პირდაპირ ვანაცვლებთ დაბალ ეფექტიანს უკვე ეფექტიანით. და აქვე გეტყვით იმასაც, რომ ზოგადად ჩვეულებრივ რეკომენდაციას ვაძლევთ სკოლებს, რომ ყველა კლასში პირველიდან მე-12 კლასამდე ნებისმიერ საგანს, რომელსაც ვასწავლით, ამ შემთხვევაში, თქვათ, ქართულს, მათემატიკას თუ ასე შემდეგ, რა მნიშვნელობა აქვს დაწყებით საფეხურზე 11 საგანი გვაქვს, ხოლო საბაზო საშუალო საფეხურზე გვაქვს 13 საგანი. ყველა ამ საგნებში შეიძლება დიაგნოსტირების წარმოება როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ციფრული თუ მატერიალური დავალებების საფუძველზე. რადგანაც შემაჯამებლები არის ძალიან მნიშვნელოვანი შეფასების კომპონენტი, ამიტომაც ჩემთვის პირადად მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანია თუ მასწავლებლები ვიწყებთ შემაჯამებლების ან ეგრეთ წოდებული კომპლექსური დავალებების დიაგნოსტირებას. იმისთვის, რომ ხშირად არის ხოლმე ესეთი შეხება, ესეთი შეხედულება, რომ თითქოს ქართულში უფრო მარტივია რაღაცების კეთება, ვიდრე სხვა საგნებში, მაგალითად ზუსტად საბუნებისმეტყველოში, ამიტომაც მე წარმოგიდგენთ ამ შემთხვევაში უკვე მათემატიკის დავალების საფუძველზე გაკეთებულ დიაგნოსტირებას. აუცილებლად გეტყვით კიდევ იმასაც, რაც ნიუანსებია ჩამალული აქ და უკაცრავად, როდესაც ჩვენ ვიწყებთ დიაგნოსტირებას სკოლაში, ეს ყველაფერი სასკოლო სასწავლო გეგმაში უნდა იყოს გაწერილი. სასკოლო სასწავლო გეგმაში პედაგოგიურ საბჭოზე ამტკიცებენ მასწავლებლები და თანხმდებიან იმაზე, თუ რამდენჯერ გაკეთეს წელში, ერთ წელიწადში დიაგნოსტირება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა საგანში აუცილებლად რომელიც ისწავლება და არა შერჩევით.
აი ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვამბობთ იმას, რომ დიაგნოსტირება უნდა გავაკეთოთ იმ 4 ინსტრუმენტიდან, რომელიც სამინისტრომ შემოგვთავაზა, ამ შემთხვევაში ვთანხმდებით იმაზე, წელიწადში 2-ჯერ გავაკეთოთ თუ 3-ჯერ. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტჯერ გაკეთება, მით უკეთესია, მაგრამ აი სასწავლო წლის პირველი semestris ბოლოსა და მეორე semestris ბოლოს თუ გავაკეთებ დიაგნოსტირებას ძალიან კარგია. გაცილებით უფრო უკეთესია თუ სასწავლო წლის დასაწყისში, შუაში და ბოლოში გავაკეთებ დიაგნოსტირებას. რაც უფრო მეტჯერ გვექნება დიაგნოსტირების პრეცედენტები, მით უფრო უკეთესია და ამ დროს როგორ იქცევა სკოლის ადმინისტრაცია. ადმინისტრაცია ამბობს ასეთ რამეს, რომ დიაგნოსტირება ტარდება კლასში არსებულ 20%-ზე, ანუ მეხუთედზე. თქვათ, მათემატიკის მასწავლებელმა ამდაგვარი ტიპის შემაჯამებელი დავალება მისცა ბავშვებს. ამ შემთხვევაში კლასში არის 15 ბავშვი, ირჩევა მხოლოდ 3 ბავშვის ნაშრომი და არა ძლიერი სუსტი და საშუალო მოსწავლეების მიხედვით არა. ეს უბრალოდ არის წინასწარი წარმოდგენა, რომელიც შეიძლება სრულიად ცდარი იყოს, რომ თქვათ, პირველი საუკეთესო ნაშრომი მაინდა-მაინც თქვათ აბაშიძეს უნდა ქონდეს და ყველაზე ცუდი ხოჯანაშვილს. ესე რა თქმა უნდა არ შეიძლება ამისი გადაწყვეტა ხელაღები და წინასწარი განწყობების შექმნა მოსწავლის ნაშრომებზე. ამიტომაც დირექცია ამბობს, მოდი წელს კლასში არსებული მოსწავლეების 20%-ისთვის, რომ ვაკეთებ დიაგნოსტირებას პირველს, ავიღოთ სიის დასაწყისში მხოლოდ მოსწავლეები, მაგალითად 15 მოსწავლე და პირველ, მეორე და მესამე მოსწავლის ნაშრომი. შემდეგ, თუ მეორედ გვინდა, უკვე მერე იტყვის დირექცია, რომ აი თქვათ სიის ბოლოში არსებული მოსწავლეები ნაშრომები განვიხილოთ, თქვათ 15 მოსწავლედან ბოლოს 3. ან შეიძლება იყოს პირველი, მეხუთე, მეათე, ან მეხუთე, მეათე, მე-15 ბავშვის ნაშრომი. ანუ ბრმა პრინციპით ვიღებთ და თუ წელიწადში 2-ჯერ ან 3-ჯერ ვაკეთებთ, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ კლასის მიღწევების დიაგნოსტირება კეთდება არა სინამდვილეში 20%-ზე, არამედ 40 ან 60%-ზე. თუ 2-ჯერ ვაკეთებთ, უკვე ეს ფარავს კლასის 40%-ს, თუ 3-ჯერ ვაკეთებთ, უკვე 60%-ს. ოღონდაც ყოველთვის ერთსა და იმავე დავალებაზე კეთდება დიაგნოსტირება და არ შეიძლება ესე რომ ნათიასი არგუმენტირებული ესე დავადიაგნოსტიროთ და თქვათ გიორგისი ავიღოთ მაგალითად სიუჟეტის გაგრძელება. აუცილებლად ერთსა და იმავე პროდუქტზე კეთდება დიაგნოსტირება. მოკლედ დიაგნოსტირების 4 ინსტრუმენტიდან ყველა სკოლას აბსოლუტურად ვისთანაც შემხებლობა მაქვს, მე ვურჩევ რომ ანგარიშის ფორმა გამოიყენონ, რომელიც არის ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე კარგი და ის ზოგადი განათლების დეპარტამენტმა იმ 4-ში პირველი დაასახელა. ალბათ ხვდებით რატომაც. იმიტომ რომ ეს არის შედარებით მარტივი და ამავდროულად ძალიან ეფექტიანი სადიაგნოსტიკო ფორმა. რაც შეეხება მეორე, მესამე და მეოთხე სადიაგნოსტიკო ფორმებს, ესენი გახლავთ შედარებით რთული და დრო ჭირდება ბევრი, თუმცა შედეგი ერთი და იგივე აქვს. 4-ვე ინსტრუმენტი გახლავთ რელევანტური, სამინისტროს ექსპერტებისგან შემუშავებული და საიმედო. მაგრამ აი ნახეთ, გვაქვს თუ არა უფლება იმისა, რომ დიაგნოსტირება არა ამ 4 დოკუმენტიდან, 4 ინსტრუმენტიდან, არამედ ნებისმიერი სხვა ინსტრუმენტით გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, შესაძლებელია. შეგვიძლია თქვათ კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ტესტებიც გამოვიყენოთ და ასე შემდეგ, მაგრამ ნახეთ, ან კიდევ თქვათ სხვა რომელიმე სადიაგნოსტიკო საშუალებები, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ და მეც როგორც დასაქმებულ მასწავლებლებს მოგვიწევს იმის მტკიცება, თუ რატომ არის კარგი ეს სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტი და მე მასზე დაყრდნობით გაკეთებული დიაგნოსტირება არის ვერიფიცირებული, ანუ ჭეშმარიტი. და იმისათვის რომ არ დაგჭირდეს რაიმეს მტკიცება სისტემის წინაშე, პირდაპირ ვამბობთ იმას, რომ ეს არის სამინისტროს მიერ მოწოდებული სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტი და მის საფუძველზე გაკეთდა დიაგნოსტირება. აი ამ წუთში თქვენ უყურებთ მათემატიკის მასწავლებლის მიერ ჩემი მენტორინგით გაკეთებულ ჩემი მენტორინგის ქვეშ გაკეთებულ დიაგნოსტირებას მათემატიკაში და ასეთი დავალების პირობაა. წარმოიდგინეთ, რომ ხართ სკოლის დირექტორი და სკოლამ ელექტროენერგიის, ინტერნეტისა და გათბობის ხარჯები უნდა დაზოგოს, რადგანაც სკოლა შეუძლია დანაზოგები თავად დირექციამ გადაწყვიტა
დაზოგილი თანხით ერთ-ერთ კურორტზე არასტანდარტული კოტეჯი ააშენოს და იქ წარმატებული მოსწავლეებისათვის საზაფხულო ბანაკი მოაწყვეს. დახმარებას სპონსორებმაც აღუთქვეს, წარმოუდგინეთ საპროექტო წინადადება, რომლის მიხედვითაც კოტეჯის ასაგებად მიმართათ სხვადასხვა სივრცითი ფიგურის კომბინაციას, არქიტექტურაში დამკვიდრებული კიბის ერთ-ერთ მოდელს, შიდა კიბის კონსტრუქციას, 3 ერთეული სიმაღლე, 4 ერთეული სიგრძე და 5 ერთეული კი დახრილი და მოცულობის განგარიშებას. ნამუშევარში წარმოაჩინეთ სხვადასხვა სივრცითი ფიგურის კომბინაცია, კიბის ერთ-ერთი მოდელი, რომელიც კავშირში იქნება პითაგორას თეორემასთან და კოტეჯის მოცულობის განგარიშება. აქ რა თქმა უნდა, ბავშვების ნაშრომები უბრალოდ საპროექტო წინადადებები არ არის დართული. ეთიკის ნორმა მოგეხსენებათ, რომ ბავშვების ხელნაწერიც კი არ შეიძლება იყოს საჯაროდ გამოტანილი, იმიტომ რომ ხელნაწერიც გახავთ ერთ-ერთი მაიდენტიფიცირებელი და თუ რაიმე აიდენტიფიცირებს მოსწავლეს, ეს არის პერსონალურ მონაცემთა დარღვევა. ამიტომაც უბრალოდ გეტყვით იმას, რომ თუ კი ვინმე თქვენგან შეგეპარებათ ეჭვი, შეგიძლიათ ნახოთ ჩემს მეგობრებში ქალბატონი ნანა ზურაბიშვილი, რომელიც გახლავთ მათემატიკის მასწავლებელი და ასევე ერთ-ერთი კერძო სკოლის დირექტორიც, რომელმაც ეს დავალება მოსწავლეებს შეუტანა და გააკეთებინა. და აი ამ ნაშრომები ჩვეულებრივ 15 ბავშვია კლასში, მეტი არ არის, კერძო სკოლაა და ამიტომაც ამ 15 ბავშვიდან 3 ბავშვის ნაშრომი ბრმა პრინციპით შეირჩა და ცალკე უდევს ეს ანგარიშის ფორმა, რომელსაც ახლა მე თქვენ თვალწინ გავამუქებ, აი ეს გამოგვდება. ანგარიშის ფორმა ელექტრონულად უდევს და ბავშვის ნაშრომი უდევს ფიზიკურად. პირველი ეს არის, რა უნდა მომხდარი, ხო, ასეთი შეკითხვაა. მასზე პასუხი უნდა იყოს გაცემული აუცილებლად, სრულყოფილად. შემდეგ, რა მოხდა, ანუ რა დაიგეგმა, რა გაკეთდა, რით შეიძლება აიხსნას სხვაობა მომხდარსა და დაგეგმვის შორის, თქვენი აზრით რა უნდა გაკეთდეს მომავალში სხვაგვარად და დამატებითი კომენტარი. აი აქ ახსნილია, ნახეთ, ჩვეულებრივ რამდენ ბავშვებს ვაკეთებთ ასეთი ტიპის ანგარიშის ფორმას, როდესაც ვიწყებთ შევსებას, იცოდეთ, რომ პირველი რაცა რა უნდა მომხდარიყო და იქ იწერება დავალების პირობა. მოსწავლეს უნდა შეესრულებინა დავალება ასეთი პირობის მიხედვით, რომ საპროექტო წინადადება, სადაც სივრცითი ფიგურების კომბინაცია იქნებოდა, პითაგორას თეორემის მიხედვით კიბის მოდელი გაკეთდებოდა და კოტეჯის მოცულობა უნდა გაანგარიშებულიყო. ეს მეორდება ყველა ბავშვზე. ანუ დავალების პირობა აუცილებლად იწერება, რა უნდა მომხდარიყო მის ქვეშ თეთრ ზოლში. აი იქ ნაცრისფერი რაც არის, ეს არ იცვლება, აქ არაფერს არ უწერთ, ჩვეულებრივ ეს არის რა უნდა მომხდარიყო და თეთრი სივრცე რაც არის, აი ახლა რაც მოვნიშნე, ეს აქ გადადის აუცილებლად დავალების პირობა. რა თქმა უნდა, აი ამ ცხრილს, როგორც კი პირველ აი ამას შევიტანთ, აი აქ რაც წერია, ცხრილს უკვე დავაკოპირებთ იმდენჯერ, რამდენი მოსწავლის ნაშრომსაც უკეთებთ დიაგნოსტირებას. იმიტომ რომ დავალების პირობა ტიპური განვითარების მოსწავლეებში სხვადასხვაგვარი არ შეიძლება იყოს და ერთნაირი უნდა იყოს. მაგრამ ამის შემდეგ არის უკვე სხვადასხვაობა. არ არსებობს ბავშვებმა ასეთი ტიპის დავალებები სულთად ერთნაირად შეასრულოს. და კიდევ მოდი ერთი ასეთ რამეზე გავაკეთოთ აქცენტი. რატომ არ აკეთებს მაგალითად ქალბატონი ნანა დიაგნოსტირებას ჩვეულებრივ განტოლების ან მაგალითების ამოხსნის მიხედვით? იმიტომ რომ ნახეთ, უკვე თუ ჩვენ შეგვაქვს კლასში მაგალითად განტოლება ან ჩვეულებრივ რაღაც მაგალითები, ამ შემთხვევაში ბავშვი მას ან სწორად ამოხსნის, ან ვერ ამოხსნის. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ გვაქვს ორი რამის თქმის უფლება. მოსწავლემ იცის და თავი გაართვა დავალებას, თუ არ იცის და თავი ვერ გაართვა. და ვერ ვხედავთ იმას, რა შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული შუალედური. აი რაღაც ბავშვმა როგორ არ იცის მათემატიკაში, თუნდაც რომელიც ძალიან რთული საგანია, რაღაც იცის, მაგრამ ეს რაც იცის, უბრალოდ ასეთი ტიპის მაგალითებსა და განტოლებებში შეიძლება სრულად წარმოჩინდეს და შეიძლება საერთოდ ვერ წარმოჩინდეს. ვინც და ვინ არ ერკვევით, ახლა თავისთავად ცხადია მათემატიკაში აქ, მათემატიკაში ერთი მინუსის პლუსით ჩანაცვლება, გამრავლების ნიშნის გაყოფის ნიშნით ჩანაცვლება, ანუ ერთ-ერთი არითმეტიკული ოპერაცია რომ ჩანაცვლეს მეორეთი შემთხვევით, ან უმნიშვნელო ცდომილება გქონდეს ციფრულ მონაცემში, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ სწორ პასუხს ვერაფრით ვერ მივიღებთ, ხო? და აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე
გადაწყვეტილი გვაქვს და უნდა ვთქვათ, რომ ბავშვმა მაგალითი ვერ ამოხსნა ბოლომდე, მაგალითად გაყოფის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა გამოკლების თუ მიმატების თუ გამრავლების და უკვე დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ ისეთ, რომ ბავშვს ეკუთვნის მათემატიკაში 2-იანი ან უფრო დაბალი ნიშანი, 4 ან უფრო დაბალი, ვთქვათ ასე. აქ უბრალოდ ნახეთ, თუ კი გვაქვს ეგეთი მოცემულობა, რომ თქვათ, ფრჩხილების გახსნა მოახერხა ბავშვმა წესიერად, მაგრამ დაავიწყდა, რომ არა მიმატება და გამოკლება უნდა გააკეთოს პირველად, ან გამრავლება ან გაყოფა, ხო? და აი ეს თუ დაავიწყდა, ესე გამოდის, რომ ფრჩხილების გახსნა რომ იცის ბავშვმა, ეს უკვე ვეღარ დაადასტურა მან თავის ამოხსნილ მაგალითში. არ გამოჩნდა და მივიღეთ ცუდი ნიშანი, ხო? ბოლოში ცუდი შედეგი და ამიტომაც მასწავლებელმა არ შეიძლება ჩვეულებრივი ტესტის მიხედვით დაადგინოს ბავშვმა რა იცის მათემატიკაში და რა არ იცის. უბრალოდ ხისტი გადაწყვეტილება არ იცი ან იცი, ეს არ არის საკმარისი პედაგოგიაში მოგეხსენებათ და უნდა დავინახოთ ბავშვის ცოდნა აი ესეთ ტიპის მთლიან პროდუქტებზე, როგორც არის მაგალითად მათემატიკის მასწავლებლის მიერ არჩეული საპროექტო წინადადების შედგენა, რომელშიც მათემატიკური საკითხებია წარმოჩენილი. სივრცითი ფიგურების კომბინაცია, პითაგორას თეორემა და ასევე მოცულობის განგარიშება. იმას ვერ ვიტყვით, რომ აქ სიმარტივე არა ბატონო, უნდა ვასწავლოთ სივრცითი ფიგურები, ჯერ და უთხრათ, რომ ამას იმიტომ გასწავლეთ, რომ ამდაგვარი კომპლექსური დავალება გვაქვს გასაკეთებელი, შემდეგ ვასწავლეთ, რა თქმა უნდა, პითაგორას თეორემას და ამ შემთხვევაში პითაგორას თეორემა 3-ის კვადრატი + 4-ის კვადრატი უდრის 5-ის კვადრატს ეს მათემატიკოსებისათვის ადვილად გასაგები გახლავთ, იმიტომ არის აღებული აქ ის მონაცემი და შემდეგ გახლავთ უკვე მოცულობის განგარიშება, რომელიც ასევე უნდა ვასწავლოთ ჯერ და მერე, როცა ვეტყვით, რომ აი ბავშვებო, სივრცითი ფიგურები და მათი კომბინაციები ვიცით? კი ბატონო, ვიცით. ვიცით თუ არა პითაგორას თეორემა? ეგეც თუ ვიცით და მოცულობის გამოთვლა, ესე იგი დავალების პირობა თქვენთვის სრულად გასაგებია. დადექით და გააკეთეთ. მერე უკვე დავალება გვეუბნება იმას ბავშვმა, ეს ყველაფერი მართლა იცოდა, თუ არ იცოდა და რამდენად სწორად იცოდა, თუნდაც რომელიმე საკითხი თუ გინდა საკუთრივ მთლიანობაში დავალების პირობა როგორ გაიაზრა და სხვა. ამიტომაც გვჭირდება ასეთი ტიპის შემოქმედებითი, შემეცნებითი ტიპის კომპლექსური დავალებები თუ შემაჯამებლები. იქ უფრო ნათლად ჩანს ბავშვმა რა იცის და რა არ იცის. თქვენ თუ რაიმეში დამაზუსტებელი შეკითხვები გექნებათ, მე შეგიძლიათ დასვათ, თუმცა აქვე აღვნიშნავ იმას, რომ ქალბატონი ნანა ზურაბიშვილი, ვინც არის ამ დიაგნოსტირების ავტორი და ჩემი თვალწინ გააკეთა მან ეს ძალიან მარტივად, დაჭიდა სულ 3 ბავშვზე 25 წუთზე ნაკლები და თქვა, რომ ეს არის ძალიან მარტივი და სასარგებლო. იმიტომ რომ ჯერ ერთი შემაჯამებელი უფრო უკეთესად აჩვენებს ბავშვის ცოდნას და კომპლექსური დავალება, ვიდრე მიმდინარე აქტივობების თუ თქვათ მაგალითის ამოხსნა განტოლობის თუ სხვა ასე შემდეგ, ან კიდევ თქვათ წესების დაზეპირება და სხვანი. და ეს ბევრად უფრო მოეწონათ ბავშვებს და დიაგნოსტირებაც ძალიან მარტივად წავიდა. აღმოჩნდა, რომ მოსწავლემ ერთ-ერთი ბავშვის ნაშრომი, რომელიც ავიღეთ პირობითად მოსწავლე ნომერი 1, მოსწავლემ დავალება შეასრულა პირობის სრული დაკმაყოფილებით. ანუ რაც დაიგეგმა, სუსტად ის გაკეთდა. რით შეიძლება აიხსნა სხვაობა მომხდარსა და დაგეგმვის შორის. სხვაობა არ ყოფილა, მიზეზი გახლავთ მოსწავლის მაღალი მზაობა და მოტივაცია. ამ კონკრეტული მოსწავლის ნაშრომს თუ ჩავხედავდით, მართლაც აღმოჩნდებოდა, რომ მართლაც მაღალი მოტივაცია აქვს, მაღალი მზაობა აქვს, უყვარს მასწავლებელი, უყვარს სკოლა და თან კერძო სკოლა გახლავთ, როგორც გითხარით, სადაც ბავშვების რაოდენობა 15-ზე მეტი არ არის. და იქ ინტენსიურია სწავლების კურსი, აი ესე ხანდახან რომ სწავლენ ხოლმე ბავშვები და 1 და 2 კვირა არ გამოჩნდებიან და მერე ცაზე გამოჩენილი ახალი მთვარესავით მოვლენ იმ დროს, როცა უკვე ნახევარსახელმძღვანელო ყავს დამთავრებული კინაღამ, ამ ბავშვებთან ძალიან ძნელია კარგი შედეგების მიღწევა. სისტემატურობა რომ ახასიათებს, ამიტომაც ამ ბავშვმა ძალიან კარგად გაართვა თავი და სხვაობა არ ყოფილა არაფერი. შემდეგ თქვენი აზრით რა უნდა გაკეთდეს მომავალში სხვაგვარად? უნდა გაგრძელდეს მოსწავლის მზაობის და მოტივაციის შენარჩუნება. დამატებით კომენტარში დაეწერა ეგეთი რამე: მოსწავლის შესაძლებლობები გამოყენებული იქნეს ურთიერთსწავლებისა და ურთიერთშეფასებისათვის. შემდეგ მოდის უკვე მეორე მოსწავლის ნაშრომი, როგორც თქვით, აი ეგ პირველი პუნქტი რა უნდა მოხდარიყო მეორდება და ვნახოთ რა მოხდა. მოსწავლემ დავალება შეასრულა პირობის ნაწილობრივი დაკმაყოფილებით. არ წარმოუდგენია კოტეჯის მოცულობის განგარიშება. თუ დააკვირდით წეღან კოტეჯის მოცულობის განგარიშება რიგით მესამე კრიტერიუმი იყო.
სხვაობა მცირე იყო, აი რა შეიძლება აიხსნას სხვაობა მოხდარსა და დაგეგმვის შორის. პასუხი ასეთია, სხვაობა მცირე იყო, მიზეზი გახლავთ მოსწავლის მაღალი მზაობა და მოტივაცია, თუმცა ყურადღების ნაკლები კონცენტრაციის გამო გამორჩა ერთი კრიტერიუმი დავალების შესრულებისას. უბრალოდ თვითონ მასწავლებელი ამბობდა იმას, რომ ამ ბავშვს ძალიან კარგად შეუძლია მოცულობის გაანგარიშება, მაგრამ დავალების პირობის შესრულების დროს აი სამი პირობა რომ იყო, სამი კრიტერიუმი რომ იყო, ბოლო რატომღაც გამორჩა და ამიტომაც აი აჩქარდა თუ ემოციაში იყო თუ რაც იყო, უბრალოდ გამოტოვა ეს ყველაფერი. თქვენი აზრით რა უნდა გაკეთდეს მომავალში, მზაობა მოტივაციის შენარჩუნება უნდა გაგრძელდეს და მიეთითოს დავალების პირობაზე და აქცენტირდეს ყველა კრიტერიუმი. ანუ ეს რომ არ უნდა დაავიწყდეს ბავშვებს, ეს უნდა შევახსენო. ამას ფიქრობს ნანა მასწავლებელი. და დამატებით კომენტარი. ისე ურთიერთსწავლებისა და ურთიერთშეფასებისთვის გამოვიყენოთო ამ ბავშვის შესაძლებლობები. და არა მარტო მე თუ მკითხავთ ურთიერთსწავლებას, არამედ თვითსწავლებისთვისაც. აი ამ შემთხვევაში მაგალითად, როდესაც ვეტყოდი რომ შენ დავალების პირობიდან რა არ გაქვს შესრულებული, ის უნდა დაკვირვებოდა და ეთქვა რომ აი კოტეჯის მოცულობა არ მაქვს გაანგარიშებული და თუ კი მომცემ მასწავლებელო უფლებას დავდგები და ამ მოცულობას გავიანგარიშებ ახლა და დავამატებ. ანუ უბრალოდ ეს არ მოხდა იმ სიტუაციაში და გულწრფელია ეს დიაგნოსტირება მეორე მოსწავლის ნაშრომის მიხედვით. მესამე შემთხვევაში ვნახოთ ახლა მოსწავლემ დავალება შეასრულა მხოლოდ პირველი კრიტერიუმის მიხედვით. აქ არის სხვადასხვა სივრცითი ფიგურის კომბინაცია აღნიშნა თავის საპროექტო წინადადებაში. მაგრამ აი პითაგორას თეორემასთან დაკავშირებით კიბის მოდელი არ წარმოუდგენია და არც მოცულობა გავუანგარიშებია კოტეჯისა. რით შეიძლება აიხსნას სხვაობა მოხდარსა და დაგეგმვის შორის. მიზეზი გახლავთ მოსწავლის დაბალი მზაობა და მოტივაცია. რა უნდა გაკეთდეს მომავალში, უნდა გაძლიერდეს მოსწავლის მზაობა და მოტივაცია, საჭიროების შემთხვევაში უნდა გაახორციელდეს ბავშვთა რემედიაცია. ანუ ეს არის დაწევის პროგრამა, როგორც ვეძახით. ჩვეულებრივ ბავშვს 2-ს კი არ უწევთ და კლასში კი არ ვტოვებთ, ამით კი არ ვემუქრებით, არამედ რაც არ იცის, მხარს უჭერთ მასში და ვცდილობთ მოტივაციის ზრდას. შემდეგ დამატებითი კომენტარი. ესეთი ბავშვი უნდა ჩართვოთ ურთიერთსწავლებისა და ურთიერთშეფასების პროცესში. ანუ იმ პირველ ორ შემთხვევაში, როცა მაღალი მოტივაცია ჰქონდათ ბავშვებს, ისინი ეწევიან ურთიერთსწავლებასა და ურთიერთშეფასებას. თვითონ არიან სწავლებლებიც და შემფასებლებიც. მაგრამ ეს შემთხვევა, როდესაც ბავშვს დაბალი მოტივაცია გამოუჩნდა კონკრეტულ დავალებასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში ეს ბავშვი თვითონ უნდა ჩაერთოს ამ ყველაფერში. ამით არ მთავრდება ეს ყველაფერი, რადგან 15 ბავშვიდან 3 ბავშვის ნაშრომი უკვე დიაგნოსტირებულია, კეთდება მერე ასეთი საანალიზო მარტივი ფორმა. ორ მნიშვნელოვან პრობლემას ყვეთ იმ ბავშვების ნაშრომების მიხედვით, შეიძლება 10 პრობლემა იყოს, მაგრამ ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა რაც არის. აქ გამოიკვეთა ესეთი დავალების პირობაზე დაბალი ხარისხის კონცენტრირება. ანუ ბავშვმა, რომელმაც იცოდა მოცულობა როგორ გამოინგარიშებინა კოტეჯის, მან დავალების პირობაზე დაბალი კონცენტრაციის გამო გამოტოვა ერთი კრიტერიუმი საერთოდ. და მეორე, მოსწავლე ვერ ასრულებს კრიტერიუმით დაკისრებულ ვალდებულებებს. აი მესამე შემთხვევა, როდესაც ჰქონდა, ანუ ბავშვმა მხოლოდ სივრცითი ფიგურებით წარმოადგენდა დავალების პროექტი უკაცრავად საპროექტო წინადადება და მეორე და მესამე კრიტერიუმები საერთოდ ვერ შეეხო, არ იცოდა და იმიტომ. მოკლედ, პრობლემის აღწერა სათანადო მაგალითებით. მოსწავლის გამორჩა კრიტერიუმის შესრულება. აი კონკრეტულად ეს გახლავთ უკვე დაზუსტება ამ პირველი ტიპური პრობლემის და მეორე, მოსწავლე ვერ იყენებს პითაგორას თეორემას. და აქვე შეიძლება დაგვეწერა, რადგანაც მან მხოლოდ პირველი შეასრულა, აქვე დაგვემატებინა ისიც, რომ მოსწავლემ არ იცის მოცულობის გაანგარიშება. იდენტიფიცირებული პრობლემების მნიშვნელობა იწერება მესამე სვეტში. დავალების პირობის არასრულფასოვანი გათვალისწინება გულისხმობს იმას, რომ ბავშვს არ აქვს კრიტიკული გააზრებისა და შემოქმედებითობის უნარი კარგად განვითარებული და ამგვარად კიდევ მას არ აქვს კონცენტრირება დავალების პირობაზე და დავალების პირობას თუ არ დავაკონცენტრირებთ გონებაში, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ძალიან ძნელია სწორი პასუხი მივიღოთ. და მეორე შემთხვევაში მოსწავლე ვერ ფლობს მნიშვნელოვან საკითხებს, მაგალითად პითაგორას თეორემას, ასევე უჭერს ცნება მათემატიკური მოდელი. აი ეს არის სულ დიაგნოსტირება და რას გულისხმობს ახლა ეს ყველაფერი. გულისხმობს იმას, რომ ესე იგი გამოჩნდა ამ კონკრეტულ კლასში ზოგიერთ მოსწავლეს კრიტიკული გააზრებისა და შემოქმედებითობის თვალსაზრისით ჭირდება მხარდაჭერა. კრიტიკული გააზრება მაგალითად
ეგრეთ წოდებული კლასიფიცირება, რელევანტურის, არარელევანტურისგან გამიჯვნა, ეს გახლავთ დახარისხება, შედარება, ამოცნობა, გახსენება და სხვა. ესე იგი, კრიტიკული გააზრების ეს ელემენტები, რაც ჩამოთვალე, ამ მიმართულებით უნდა დაიგეგმოს აქტივობები იმისთვის, რომ მომდევნო წელს არ აღმოჩნდეს რომელიმე კარგი მოსწავლე ყურადღების კონცენტრაციის მიღმა. რაც შეეხება მეორე შემთხვევაში, ესე იგი პითაგორას თეორემა, რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რასაც კი ჩვენ ვასწავლეთ თეორემებს შორის, ამის სწავლისათვის საჭიროა თურმე გაცილებით მეტი აქტივობების ჩართვა, რათა ბავშვმა ეს ყველაფერი კარგად გაიაზროს. და ბოლოსში შეიძლება ჩვეულებრივ დიაგნოსტირების მერე ჩაწეროს მასწავლებელმა, ჩაინიშნოს, რომ ჭირდება კონკრეტულ ამ კლასში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისათვის გაცილებით მეტი ყურადღების კონცენტრაცია და მეორე გახლავთ მათემატიკური მოდელის შესახებ და პითაგორას თეორემასთან დაკავშირებით აქტივობების რესურსების ჩანიშვნა კურიკულუმში. ანუ ახლა უკვე ხვდებით ამდაგვარი ტიპის დიაგნოსტირებით, აი ამ საანალიზო ფორმით, რომელიც ძალიან მარტივია დიაგნოსტირებიდან გამომდინარე, დიაგნოსტირების მერე კეთდება ამ ანალიზის ფორმა, ოღონდ ეს არ არის შემაჯამებლის ანალიზი, ალბათ ხვდებით კოლეგებო, ვგებულობთ იმას, რა მიღწევები აქვს კლასს და რა არ აქვს მიღწევები ამ დიაგნოსტირების საფუძველზე და საანალიზო ფორმა გვეუბნება მომდევნო წლის კურიკულუმში რა ტიპის ცვლილებები უნდა შევიდეს. ყველა წლის ბოლოს დირექტორი ეუბნება კათედრებს, რომ მათ მონიტორინგის მასალები, კურიკულუმის მონიტორინგის მასალები წარმოადგინონ. და უბრალოდ ამ დიაგნოსტირების გარეშე, კურიკულუმის დიაგნოსტირების გარეშე, უკაცრავად კომპლექსური ან შემაჯამების დიაგნოსტირების გარეშე, უბრალოდ მონიტორინგის მასალები არ ექნება მასწავლებელს და ბუნებრივია ვერც კურიკულუმი ვერ განვითარდება როგორც მნიშვნელოვანი მთელი წლის სასწავლო პროექტი, სასწავლო გეგმა და ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ამდაგვარი სადიაგნოსტიკო ფორმების გამოყენება და მის საფუძველზე მერე უკვე საანალიზო ფორმის შევსებაც. ორიოდე სიტყვით შევეხები სხვა დანარჩენ სადიაგნოსტიკო მასალებსაც, აი მაგალითად ერთ-ერთი გახლავთ ასეთი საკლასო წერა, რომელიც ბევრად განსხვავდება ჩვეულებრივი საკლასო წერის აქტივობებისგან, ზუსტად ამდაგვარი ტიპის შემოქმედებითი ტიპის დავალება ეძლევათ ბავშვებს და ეუბნება მასწავლებელი, რომ აი თქვათ 45 წუთი თუ 90 წუთი გადამულად უნდა იმუშაონ და დაადასტურონ თავიანთი კომპეტენციები და მერე უკვე ეთდება მთელი კლასის ნამუშევრების მიხედვით შეცდომების გამოვლენა და პრიორიტეტული ორი შეცდომა გამოვა წინა პლანზე. ანუ რაც აქ მივიღეთ. ასევე გახლავთ ეგრეთ წოდებული განმავითარებელი შეფასებების წერა ყველა კრიტერიუმთან მიმართვებით, რაც ურთულესი რამეა და ბევრ დროს მოიცავს და მესამე გახლავთ კიდევ რიგით მეოთხე არის კიდევ ეგრეთ წოდებული მოსწავლეთა თვითშეფასების ფორმების შევსება. ანუ მოსწავლემ რომ გულწრფელად დაწეროს რა გაიგო, რას გაართვა თავი კარგად, რა არის რთული მისთვის და რა შეჭირდება მხარდაჭერა და ასე შემდგომ. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეფექტიანი, თუ ბავშვები გვენდობიან და გულწრფელად დაგვიწერენ პასუხებს. რისი მოლოდინის მაინც და მაინც დიდად არ გვაქვს და ამიტომაც მასწავლებელი, რომელიც სრულიად მოსწავლის ნაშრომზე დაყრდნობით აკეთებს დიაგნოსტირებას, გამოიყენებთ ამ ტიპის დიაგნოსტირებას. ეს იყო დიაგნოსტირებასთან დაკავშირებით, რისი თქმაც მინდოდა, ახლა მცირეოდენ შეჯამებას გავაკეთებ, რომ არ დაგვეფანტოს საკითხები. და გეტყვით იმას, რომ ესე იგი შემაჯამებლების ანალიზი არც ერთი განათლების პოლიტიკის დოკუმენტით მოთხოვნილი არ არის და ამას აქვს თავისი საფუძველი, იმიტომ რომ შეფასება ანალიზთან შედარებით გახლავთ ორი საფეხურით მაღლა მდგომი განათლების მიზანი. ამის გარდა, როდესაც ნიშანს წერთ და ჩვენი შეფასება არის რელევანტური, ობიექტური, სამართლიანი, ანუ ვერიფიცირებული, ანუ ჭეშმარიტი, რამდენადმე მაინც აი ამ შემთხვევაში ჩვენ ანალიტიკური რუბრიკა უნდა გქონდეს შექმნილი იმისათვის, რომ ბავშვები შეფასდეს. ანუ კრიტერიუმებში უნდა ჩანდეს ჩვეულებრივ საგნობრივი კომპეტენციების დამადასტურებელი საკითხები. რასაც ჩვენ კრიტერიუმებს ვეძახით, თუნდაც ასე იყოს, წეღან მაგალითად მათემატიკის კონკრეტულ
დავალებაში ჩვენ დავინახეთ, რომ 3 კრიტერიუმი გავხდათ. ერთი იყო, ვთქვათ, მოცულობის განგარჩება, მეორე შემთხვევაში პითაგორას თეორემის გამოყენება და ასევე სივრცითი ფიგურების კომბინირება. და აი ამ ყველაფერთან დაკავშირებით მასწავლებელი ძალიან მარტივად აკეთებს ჯერ ნიშანს წერს და მერე უკვე დიაგნოსტირებას აკეთებს, როგორც გითხარით, წელიწადში 2-ჯერ ან მაქსიმუმ 3-ჯერ. რისთვის გჭირდება? კლასის მიღწევების დიაგნოსტირებისათვის, ანუ ცნებების მიმართებით როგორ არის კლასის მდგომარეობა და მეორეც კურიკულუმის განვითარებისთვის აუცილებლად გჭირდება ასეთი რა. თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ ან სხვა რომელიმე საკითხზე, მოდი ხელი ავწიოთ და დავიწყოთ კითხვა-პასუხის რეჟიმი. მე მზად ვარ გიპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვაზე. ისმენთ კოლეგებო. ნებისმიერი შეკითხვა, რაც შეიძლება გქონდეთ ზოგად საგანმანათლებლო სივრცესთან დაკავშირებით. მოყოლებული პირველი სტანდარტიდან მეოთხე სტანდარტამდე ყველა კითხვაზე მექნება პასუხი. ოღონდაც ერთი ახლა რომ მითხრათ, რომ ჩვენი სკოლის შენობის მდგრადობას დაადგენ თუ არაო, ვერ დავადგენ, იმიტომ რომ ამის არც კომპეტენცია მაქვს და კიდევაც რომ დაგიდგინოთ მდგრადობა, თავისთავად ცხადია, ჩემს სიტყვას არავინ ენდობა და არავინ არ იტყვის იმას, რომ მაგის სიტყვა არის ერთადერთი ჭეშმარიტება. დანარჩენი აი რაც კი შეიძლება თვითონ სკოლის შიდა პერსონალით, მასწავლებლებით, დირექციით, ექსპერტებით თუ ჩვეულებრივ საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებული ადამიანების კომპეტენცია რომ უნდა წვდებოდეს ნებისმიერ კითხვაზე, მე მზად ვარ იპასუხოთ თავისთავად ცხადია. შემოხმიანებას ველოდები აუცილებლად. კოლეგებო, ესეთი შთაბეჭდება რჩება თითქოს და ჩემი ხმა არ გესმოდათ საერთოდ. ისმოდა ბატონო. მოდი და გისმენთ გულისყურით. გისმენთ ნამდვილად იმდენად საინტერესო იყო. კითხვები აღარ დაგვრჩა შეიძლება ითქვას და დიდი მადლობა საჭირო ინფორმაციის მოწოდებისთვის. დროული საჭირო და გასაგები. საკმაოდ გასაგები. კარგი ბატონო, მოკლედ, აი ნახეთ, ერთი რამ მინდა გთხოვოთ კოლეგებო, ახლა მე გავთიშავ რა თქმა უნდა ჩაწერის რეჟიმს. ზოგადად თუ თქვენ გაერთიანდებით ხოლმე ნებისმიერი საჭიროების დროს და დაგჭირდებათ ჩემი კომპეტენცია, ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლიათ აი შექმნათ ჯგუფი, დროს გამოყოფ, რათა თქვენი პროფესიული ინტერესები იმდენად დავაკმაყოფილოთ, რამდენადაც შეიძლება, რომ მე ამოწურო თქვენი საჭიროებები. ჩაწერის რეჟიმი ახლა უკვე გათიშული გახლა.